გიორგი, მართალია რომ უცხოეთიდან გამოწერებზე შეიძლება რამე რეგულაციები დაწესდეს? ჯერ კონკრეტული არაფერი და საუბარი უბრალოდ დაიწყო, მაგალითად ქართული ონლაინ მაღაზიები ამბობენ, რომ გარკვეული პრობლემები შეუქმნა მათ ზოგიერთმა უცხოურმა შედარებით იაფიანმა ვებგვერდმა, საიდანაც იწერენ ქართველი მომხმარებლები და საუბრობენ იმაზე, რომ რაღაც ზოგიერთი ქვეყნის მაგალითი შეიძლება გავითვალისწინოთ და მაგალითად რაღაც უცხოეთიდან გამოწერაზე გარკვეული რეგულაციები რომ დაწესდეს. ამას ითხოვენ, თუმცა ჯერ არავინ არ დათანხმებია. ანუ გამოდის, რომ ჩვენ რაღაცებს ვიწერთ, ამით ბიზნესები კოტრდებიან? იცი რა, განსაკუთრებული პრობლემა უფრო ტემუმ შეუქმნა, რომელიც არის იაფიანი, დიდი მასშტაბის ორგანიზაცია და კომპანიაა, შესაბამისად იქიდან იაფად იწერენ ქართველი მომხმარებლები და რა თქმა უნდა, თუნდაც იგივე საქონელს ან ჩინეთიდან გამოწერენ სხვა საქონელს ადგილობრივი ონლაინ მაღაზიიდან აღარ იყიდიან, რადგან უფრო ძვირი ჯდება. შესაბამისად მომხმარებლები გადაერთნენ, რა თქმა უნდა, ტემუდან გამოწერაზე უფრო და ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებს შეუმცირდათ მომხმარებელი. მომხმარებლის ინტერესი ხო ის არის, რომ რაღაცა უფრო იაფად იყიდოს. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია პირველ რიგში მომხმარებლის ინტერესები, რომ მან ძვირი არ გადაიხადოს რაღაცაში და თუ რამის იაფად ყიდვა შეუძლია სახელმწიფომ რაღაც დამატებით რეგულაციები არ დაუწესოს. მე ვფიქრობ, რომ ეს ბიზნესები რაღაცა ცოტა სხვა სეგმენტზე უნდა გადაერთონ, თუნდაც უფრო ძვირიანზე და ისეზე, რითიც გაუწევენ კონკურენციას, თქვათ, უცხოურ გამოწერის ვებგვერდებს. და იცი კიდე რა მაინტერესებს?